მოგესალმებით მეგობრებო, მე მიშო ვარ და დღეს გადავწყვიტე კიდევ ერთი ვიდეო გადავიღო ჩემს მანქანაზე. 3 ტესტ-დრაივი გვიდევს არხზე და ძალიან დიდი გამოხმაურება იყო ჩემ მანქანაზე, რომ უფრო დეტალური განხილვა გაინტერესებდათ და დაგვიდით რომ გადავიღებდით და დღეს გადავიღოთ. მაგრამ სანამ დავიწყებდეთ დეტალურ გადაღებას, ძალიან მინდა გთხოვოთ რომ გამოიწეროთ არხი. ბევრს ფიქრობ, რითი შეიძლება დაგაინტერესოთ. მაქვს გეგმაში 1000 გამომწერზე რო ავალთ, რამე საინტერესო შემოგთავაზოთ და მინდა რომ თქვენც მიიღოთ ამაში მონაწილეობა, თქვენც მირჩიოთ რა შეიძლება რომ გავაკეთოთ, რამე უფრო განსხვავებული და ორიგინალური. მე ვფიქრობ ჯერჯერობით რომ შეიძლება გადავიღოთ სადმე ტრეკზე რო გავიდეთ, რაიმე მანქანით, მაგალითად დონატების კეთებაში შევეჯიბროთ, დრიფტში შევეჯიბროთ ან ოფროადზე შეიძლება ან ტრეკზე ვიაროთ დროში. მოკლედ რაღაცეებს ვფიქრობ, ჯერ ბევრი გვიკლია 1000 გამომწერამდე და მაგიტომ დიდი თხოვნა მაქვს რომ გამოიწეროთ არხი და დიდ мотивაციას მაძლევთ ძალიან თქვენი კომენტარებითაც და ყველაფრით. სპეციალურად არ ვაკეთებ შეთავაზებებს, ზოგი 20 ლარს ათამაშებს, ზოგი 40 ლარს ათამაშებს და ვფიქრობ რომ სისულელია მაგის გაკეთება, იმიტომ რომ მე როცა ადამიანი მიყურებს მინდა რომ მე მოვწონდე და ჩემი ტესტ-დრაივი მოწონდეს და არა იმის გამო მიყუროს რომ 20 ლარი ვაჩუქო და 40 ლარი ვაჩუქო. რა თქმა უნდა, საჩუქრებიც იქნება, ყველაფერი იქნება ჩემ არხზე, უბრალოდ გამომწერები თუ არ მომემატება და თუ შევატყერო არ აქტიურობთ, უბრალოდ არ მექნება იმის мотивация რომ რაღაც მოვიფიქრო და მოვიძიო და გავაგზელო და კიდევ ერთხელ გეუბნებით რომ გამოიწეროთ არხი. მოდით გადავიდეთ დეტალურ განხილვაზე. ბევრი კომენტარი იყო, ძრავი გვანახე, წვა შეეხე, რა აქვს გამძლე, რა აქვს ფუჭებადი. მოდით გადავიდეთ ძრავზე, ძრავი დავუწყოთ, საბარგულსაც განახებთ და სხვა დეტალებსაც განახებთ შედარებით, რაც აქვს განსხვავებული ამ მანქანებს. ეს არის ჩვენი ძრავი, 3-დან 0, 3 ტურბინიანი დიზელი. ეს გამოიყურება ხუფი, M performance აწერია. ამ ხუფსაც ავხდი რომ რა ვიცი, ვისაც გაინტერესებს და ვინც ერკვევით, ალბათ რამეს დაინახოთ და მე ვერაფერს ვერ ვხედავ. არაფერი არ ვიცი აქ რა ხდება და როგორ ხდება. ესე გამოიყურება ძრავი. დავაფაროთ ეს. მინდა აპორნები განახოთ, რომელიც საკმაოდ დიდი აქვს. დააკვირდით. მარტო აპორნებში მაქვს გაცვეთილი იყო და აპორნებში გადავიხადე 1200 ლარი. მარტო აპორნები დამიჯდა წინები 1200 ლარი. უკან აპორნებით შევახედოთ. მოდით საბარგულსაც განახებთ, ვისაც გაინტერესებთ. აი რაზეც ვსაუბრობდი ვიდეოში, პირველ ვიდეოში, რომ სივრცე არა, აი ეს ძალიან დიდ სივრცეს უკარგავს რეალურად რა. და ეს საბარგულის ხუფიც ისეა, რომ მოკლედ რა, ბევრ ბარგს ვერ ჩადოთ, გამორიცხულია რა. იმ იმედით რო იყიდოთ, რომ ბევრ ბარგს ვატარებთ, ვერ ატარებთ ამ ბევრ ბარგს. კიდე ერთი რაღაც მინდა გითხრათ. ტესტ-დრაივები ზოგადად რახან დამწყები არხი ვართ. როგორც აღვნიშნე, 3 მანქანის ტესტ-დრაივი გვიდევს. ეხლა მით უმეტეს აღდგომებია, ყველას მანქანა ჭირდება და ამ კვირაში ვერ მოვიძიეთ მანქანა. მინდა რომ ყოველ კვირას რაღაც ვიდეო შემოგთავაზოთ. და თქვენი აზრი დამიწერეთ კომენტარებში, იმიტომ რომ თქვათ თუ მოხდა ისე რომ ერთი კვირა ვერ გადავიღეთ ტესტ-დრაივი, თუ გექნებათ ინტერესი რაიმე მანქანის პროექტის, ან თუნდაც რაიმე მანქანა რო ჩამოგვივიდეს და როგორ იწყობა, ხარჯები რა გვაქვს, თუნდაც პორტში რა ხდება. მაგალითად ეხლა ველოდებით მალე ამ თვეში Ford Fusions, რომელიც ჩამოდის მცირე დაზიანებით და თუ დაგაინტერესებთ ნაწილებს როგორ მოვიძიებთ, რა დაგვიждდება ნაწილები, როგორ გავაკეთებთ,
მოხელესთან რომ მივიყვანთ რა დაგვიждდება სამგებრო სამუშაოები იქნება თუ რაც იქნება დეტალურად რომ გადავიღოთ თუ დაგაინტერესებთ კი ბატონო შემოგთავაზებთ მაგ ვიდეოებსაც Ford Fusion-ი ვახსენე ეს მანქანა სანამ ტესტ-დრაივებს დავიწყებდი რა გასაყიდად ცადე ჩამოყვანა პირველი მანქანაა რომელიც საზღვარგარეთიდან ჩამოყავს ყველა ჩემი მანქანა მყავს ადგილზე შეძენილი ესეც ამ მანქანის გაყიდვასაც ვფიქრობ თუ ნორმალურ ფასს შემომთავაზებენ ვფიქრობ ამის გაყიდვას და მინდა რამე ისეთი მანქანის ყიდვა არ დავაკონკრეტებ ბრენდს იმიტომ რომ მე არ დავამრავლოთ BMW-შნიკი ხარ ან რაღაც რა კი ემი მინდა პირდაპირ ვიძახი ემი მინდა რომ ვიყიდო ოღონდ სედანი ან კუპე Mercedes-საც განვიხილავ აუდისაც განვიხილავ დიდი სიამოვნების ანუ შეიძლება ისეთ ფასში ჩავარდეს რაღაც და ამჯერად მინდა რომ გამოვიწერო მანქანა ამერიკიდან შეიძლება ისეთი ვარიანტი ჩავარდეს რომ მიიღიდეს თუნდაც Audi, თუნდაც Mercedes-ი, თუნდაც BMW ასე რომ ესე კონკრეტული არ მაქვს მიზნად მაგრამ ოცნებად მაქვს უკვე ძალიან დიდი ხანია რომ E92 M3 მინდა მექანიკა აი წლებია ოცნებად მაქვს ეგ მანქანა არ ვიცი და მაგასაც შემოგთავაზოთ მოკლედ და ვეცდები მაქსიმალურად საინტერესო კონტენტი შემოგთავაზოთ რა ვინც ვერ ერკვევა მინდა რომ რესტაილინგის და არა რესტაილინგის ხოვები განახოთ სალონში რა აქ ხდება მთლიანი სამრიგიანი რა სავარძელია სრული და არა რესტაილინგში ხდება შუაში აქვს ბარი რაც ნუ ადგილს კარგავს რეალურად ეხა აქ ცოტა გაჭიროებით 3 ადამიანი მაინც ჩაჯდება რა კომენტარებში ძალიან ბევრმა დამიწერა რომ შეეხმიანეო ძმაკაცო იუთუბერია ძმაკაცი ვიცი ეგ ბიჭი უყურებ მაგის ვიდეოებს სანამ დამიკომენტარებდი დაჟე სანამ აქ შევქნიდი მანამდე დაუკავშირდი რაღაცები მაინტერესებდა და ძმაკაცი არის მთლიანად გადასული YouTube-ზე აღარ იღებს კლიენტებს და ძმაკაცმა მირჩია რომ ანუ რო ვკითხე რომ ვის მირჩევდი მეთქი რა რო აი თქვათ მიუყვანო და გააკეთონ მეთქი სერვისი ვინდა მის სერვისებს მეთქი ესე ვერ მირჩია და მესმის კიდევაც რა ნუ თავი შეიკავა რჩევისგან იმიტომ რომ ესე დარწმუნებული ალბათ არავისი არ იყო იმ კონკრეტულ მომენტში ვინც შეძლებდა 100% იდეალურად რომ გაეკეთებინა ძრავი რამდენად გამძლეაო ეგეც ეწერა ისაუბრეო ერთი წელი არის რაც ყავს ერთი წელია რაც ყავს და ცვეთად ნაწილებს რო შევეხოთ ანუ მარტო ზეთის შეცვლა ტორმოზების შეცვლა კალუტკების აპორნები ვახსენე პერედოკი წინა პერედოკი მთლიანად გამოვცვალე ანუ პრობლემა მანქანას არ ქონია ტექნიკურ მხარეს გულისხმობ ნუ ვული მაქსიმალურად ზეთს ვასხავ 6000 კილომეტრზე ვცვლი ზეთს ჰაერის ფილტრს რა თქმა უნდა ანუ დიზელიც იმიტომ ვარჩიე რომ თუ მოვლი კარგ საწვავს ჩაასხავ კარგ ზეთს ჩაასხავ იმისთვის არის ეს მანქანები და დიზელი გამოშვებული რომ ეგ ტანჯო წამება აიტანოს და მით უმეტეს თუ არ დატანჯე და არა წამე დიდი შანსია რომ დიდხანს მოგემსახურება ხო რა თქმა უნდა ასე რომ მე ამ მანქანაზე არ მქონია არანაირი პრობლემა და კმაყოფილი ვარ ამ მანქანით ამის წინ მყავდა პირველი თაობა E53 X5 ისიც დიზელი იყო ისიც 3-დან 0 იყო ის 2 წელი მყავდა და არც იმაზე არანაირი პრობლემა არ მქონია ერთადერთხელ შემექნა პრობლემა ვინც არ იცით დიზელებს აქვთ არ ზოგადად ბენზინებსაც აქვთ მაგრამ მე მგონი დიზელებს განსაკუთრებით პრობლემა აქვს როცა საწვავი გისხია ცოტა აგინთებს ყვითელს და აი მაგის მერე რო ივლი ცოტას რა და დაგაგვიანდება საწვავის ჩასხმა ბენზონასოსი ძალიან მალე იწვება
და ერთადერთხელ მქონდა ეგ პრობლემა E53-ზე. სხვა ისიც იმ მანქანამაც მას სიამოვნა, ძალიან ლამაზი მანქანა მყავდა. და მოკლედ როცა SUV-ზე და Jeep-ზე მიდის საუბარი, ყოველთვის ვარჩევ დიზელს, რატომღაც არ ვიცი. მანქანები, სედანი და კუპე, რა თქმა უნდა, ბენზინი მირჩევნია მეც. კიდე მინდა რომ შეგახსენოთ, რომ არხი გამოიწერეთ და თუ თქვენ ყავთ რამე საინტერესო ავტომობილი და თქვენ გაქვთ სურვილი, რომ ჩვენ არხზე გამოჩნდეს თქვენი მანქანა, რა თქმა უნდა, ფოტო მასალაც დაგრჩევათ ლამაზი თქვენი მანქანების, ვიდეო მასალაც გექნებათ და ჩვენც გადავიღებთ და არხზე უფრო მრავალფეროვანი მანქანების ვიდეოები იქნება. დღეისათვის სულ ეს იყო. შემდეგ ვიდეოში გადავიღებთ ძალიან საინტერესო მანქანას. კომენტარებში იწერება რა მანქანების გადაღებაც გსურთ. მაქსიმალურად ვცდილობთ რომ მოვიძიოთ ეგ მანქანები და ჯერჯერობით ვისგან ვცდილობთ, სანაცნობოდან, საძმაკაცოდან, სამეგობროდან და მოვიძიეთ რამდენიმე მანქანა, შემოგთავაზეთ ტესტ-დრაივებსაც და გთხოვთ ამ ვიდეოში უბრალოდ იაქტიუროთ კომენტარებშიც და გამოწერაშიც, იმიტომ რომ ვაპირებ მართლა ბევრი კარგი რაღაცის შემოთავაზებას თქვენთვის. წარმატებებს გისურვებთ, მრავალ აღდგომას დაესწარით. მომავალ ვიდეომდე.